ჰიბრიდული ომი არა 21 საუკუნის ან მე-20 საუკუნის პროდუქტია, არამედ 1000 წლეულების წინაც კი არსებობდა და თავის თავში იგი გულისხმობს სხვადასხვა ტიპის საშუალებების გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ვინც ისტორია კარგად იცით, ალბათ გსმენიათ, რომ დამპყრობელი ქვეყნები, იმპერიები, რომლებიც ტერიტორიული გაფართოების სცენით იყვნენ შეპყრობილი, რეგულარულ საომარ კამპანიებთან ერთად ხშირად მიმართავდნენ მოწინააღმდეგე ლიდერების მუხანათურ მკვლელობას, ასევე დიდებულების მოსყიდვას, ციხის შიგნიდან გატეხვას, შიდა განხეთქილების ჩამოგდებას, რაც ხშირ შემთხვევაში ისე ასუსტებდა ქვეყანას, რომ საბოლოოდ თავად თხოვდნენ იმპერიასთან შეერთებას. ზუსტად ასეთი ტიპის მოქმედებათა კომბინაცია ქმნის ჰიბრიდული ომის ელემენტებს და ეს სტრატეგია საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და მდიდრდებოდა ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც დღეს გაცილებით მეტის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს იყო მაგალითად რომის იმპერიის დროს. კარგად მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კაცობრიობას სიკეთესთან ერთად დიდი ბოროტებაც მოუტანა და საბოლოოდ ჰიბრიდული ომის სპეციფიკას ისეთი ელემენტები შემატა, მაგალითად კიბერსივრცე, რომ დიდმა ქვეყნებმა უკვე ჩვენ საუკუნეში ამ სტრატეგიის დოქტრინის დონეზე ჩამოყალიბებაც კი გადაწყვიტეს და ამის ნათელი დადასტურებაა რუსი გენერლის ვალერი გერასიმოვის მიერ 2013 წელს დაწერილი 2000 სიტყვიანი სტატია, სადაც მან უარყო საბჭოთა კავშირისეული ტოტალური ომის პრინციპები და რუსეთის სახელმწიფოს ახალი სტილის მოქმედებათა კასკადის შესთავაზა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა სარკესავით აირეკლა.